ამ ორი კვირის განმავლობაში რაც ხდება, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმუშავებს ამ დაბნელების ენერგეტიკას. ზუსტად ესეთი დაბნელება ეხლა როგორც არის, იყო 18 წლის წინ. ყოველ დაბნელებას ახალი 18 წლიანი ციკლი შემოაქვს. 18 წლის განმავლობაში რაღაც ტენდენცია შემოდის. მაგალითად, ეხლა მე თუ მიუხედავად იმისა, რომ თევზები ქალწულის საერთო პლანეტა არ მაქვს, თუ ეხლა მე რაღაც ფსიქოლოგიური, რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე, ან ჩემ შინაგან ხმას უსმინე და გავყევი, გავბედე, ან გადავდგინა ბიჭი, ან უბრალოდ გავაცნობიერე რაღაც მნიშვნელოვანი, აი ეს 18 წლის განმავლობაში აი ეს ახალი ენერგია პერიოდულად ნაკადივით შემოვა სულ ჩემ ცხოვრებაში, მაგალითად, ხო? და სადღაც ეს მომცემ სერიოზულ ნელ, მაგრამ განვითარებას. ის გამოცდილება, რაც არასოდეს არ მქონია. ყოველი დაბნელება შემდგომი პერიოდის კიდე ახალ ციკლს ხვდავს და ესე ვიკინძებით ნელ-ნელა ხოლმე.